მე ძირითადად მოკლედ საუბრობ, უნდა მაპატიოთ, რომ 2-3 წუთი თქვენი ყურადღების მაშინ უნდა გავაჩერო ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ თქვენს გაერკვიოთ თუ რასთან გვაქვს საქმე. მანდატურების ინსტიტუტის ჩამოყალიბება, მანდატურების რეფორმა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა, რომელიც განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. ამ ახალგაზრდა ბიჭებმა და გოგოებმა, მანდატურებმა 7%-დან უსაფრთხოება საჯარო სკოლების აიყვანეს 78%-ზე. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები. ამ ბავშვებმა, ამ ახალგაზრდებმა შექმნეს უსაფრთხო სკოლები. მანდატურებმა შეძლეს ის, რაც ვერ კეთდებოდა საბჭოთა კავშირის დროს, გახადეს ჩვენი სკოლები უსაფრთხო. მანდატურების სამსახური არის ერთადერთი არაამერიკული ორგანიზაცია, რომელიც არის გაწევრიანებული ამერიკელ მანდატურთა ასოციაციაში და ეს მოხდა როგორც აღიარება ამ წარმატებული რეფორმის. მანდატურების რეფორმის გასაზიარებლად ჩვენთან ჩამოდიოდნენ არა მარტო პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, არამედ ევროპიდან და ლათინური ამერიკიდან. ანუ ყველა ფაქტორი წარმატებული რეფორმის არის სახეზე. არის მაყოფილება მოქალაქეების, რომ სკოლები არის უსაფრთხო, არის საერთაშორისო აღიარება, რომ ეს არის წარმატებული რეფორმა და არის უტყუარი სტატისტიკა. 8% იყო მოყოლებით საბჭოთა კავშირიდან უსაფრთხოება ჩვენი სკოლების და გაიზარდა 78%. მაგრამ მიუხედავად აი ამ დიდი წარმატებების, მანდატურების შესახებ ითქვა ძალიან ბევრი ტყვილი. განსაკუთრებით ბევრი ტყვილი ითქვა 2012 წლის არჩევნების წინ. საუბარი იყო იმაზე, რომ მანდატურებს აქვს რაღაც საოცარი უფლებები. საუბარი იყო იმაზე, რომ აქვს ძალიან დიდი ხელფასი. საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი არიან პოლიტიკური პოლიცია და ასე შემდეგ. მოვიდა ახალი მინისტრი, უკვე მეორე, მოვიდა ახალი ხელისუფლება და გაერკვა, რომ არანაირი მაღალი ხელფასი მანდატურებს არ ჰქონდათ და ხელზე იღებდნენ 400 ლარს. გაერკვა ის, რომ არანაირი ზედმეტი უფლებები მანდატურებს არ ჰქონდა და ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი და ამას მინდა ხაზი გაუსვა მათი უფლება იყო ის, რომ თუ დარღვევა ხდებოდა, ჰქონდათ უფლება, რომ შეეტყობინათ განათლების სამინისტრო. გაერკვა ისიც, რომ არანაირი პოლიტიკური ფუნქციები მათ არ ჰქონდათ, იმიტომ რომ მანდატურების სამსახურში ჩემ დროს და მე ვიყავი ავტორი ამ რეფორმის, მუშაობდა 1200 კაცი და 1200 კაციდან, რომელიც არც ერთი ჩემი ნათესავი და მეგობარი არ იყო და გავიცანით ყველა ეს ხალხი სამსახურში, არც ერთი ამ 1 წლის და 5 თვის განმავლობაში არც ერთმა მანდატურმა არ თქვა, რომ ასრულებდა რამე პოლიტიკურ დავალებას. თქვენ თუ ეს გაგიგიათ, მაშინ მე ბოდიშს მოვიხდი და უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს, მაგრამ არც ერთმა მანდატურმა 1200 კაციდან აი ამ პერიოდში არ დაადასტურა და არც ერთი ფაქტი არ მოიყვანა იმისა, რომ რამე პოლიტიკურ დავალებას ასრულებდა. მიუხედავად ამისა, ის ტყუილები, რომელიც ითქვა, უნდა ყოფილიყო ესე ვთქვათ, ბოდიში ჯარგონისთვის გაправებული. დაიწყო მანდატურების რეფორმა. დაიწყეს უნიფორმის შეცვლით, რას უშლიდა ეს უნიფორმა არ ვიცი, შეიძლება დაიწუნეს შაშკინის გემოვნება, მაგრამ მე ამ ფორმას არ ვაკეთებდი, ამისთვის არსებობენ დიზაინერები და ამისთვის არსებობს პროფესიონალი ხალხი. მე რატომღაც მანდატურების სახელი თვალში მოხდა, ყურში მოხდა, არ ვიცი, ეს არ მოეწონათ, გადაწყვიტეს მანდატურის სახელის შეცვლა და აი ამ უგუნურმა, ძალიან სულელურმა რეფორმებმა ამ სამსახურის მიგვიყვანა იქამდე, რომ ჯერ 2013 წლის გაზაფხულის ბოლოს გაანთავისუფლეს 600 მანდატური სამსახურიდან და ეხლა ის დანარჩენი დაახლოებით 600 კაცი, რომელიც დარჩა სამსახურში, დარჩა ხაერში. ანუ რა მოხდა? გადაწყვიტეს, რომ მანდატურებმა უნდა დაექვემდებარონ სკოლებს, რაც არის რეფორმის აი მთლიანად მოსპობა, იმიტომ რომ ჩვენ ველოსიპედი არ გამოგიგონია, ჩვენ ავიღეთ ამერიკული მოდელი მანდატურების, რომელიც ყველაზე წარმატებული არის მსოფლიოში, მაგრამ იქ მანდატურები არიან პოლიციის ოფიცრები და ექვემდებარებიან პოლიციას. ჩვენ გავაკეთეთ ზედმეტი ლაპარაკი არ ყოფილიყო, რომ ისინი იქნებოდნენ განათლების სამინისტროს თანამშრომლები და ექვემდებარებოდნენ მინისტრს, განათლების მინისტრს. ამერიკაში მანდატური არ ექვემდებარება სკოლის დირექტორს. ის ექვემდებარება თავის უფროს პოლიციის ოლქის ხელმძღვანელს. ეს ხდება იმის გამო, რომ ბუნებრივად სკოლის ადმინისტრაცია ცდილობს ნებისმიერი დარღვევა დამალოს
რადგან უფრთხილდება სკოლის პრესტიჟს და სკოლის იმიჯს. ეს არის ბუნებრივია, ამას ვერსად ვერ გავექცევით, იმიტომ რომ სკოლა არის ჩათვალეთ იგივე რაც ოჯახი, მხოლოდ დიდი. ოჯახი ყოველთვის ცდილობს ყველა თავისი პრობლემა შიგნით დატოვოს. და სანამ ძალიან არ აფეთქდება ეს ყველაფერი, მანამდე ვერავინ ამას ვერ იგებს. ამ გადმოტანაში სკოლებთან რა მოხდა ახლა? თქვენი შეკითხვა იყო უქმდება თუ არ უქმდება მანდატურების სამსახური. კანონით, განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული მანდატურების სამსახური მანდატურები გადავიდნენ სკოლების დაქვემდებარებაში დირექტორებს, მაგრამ სულელური მენეჯმენტის გამო, იმის გამო, რომ როგორც ჩანს იურიდიული სამსახური დეპარტამენტი განათლების სამინისტროს საერთოდ არ მუშაობს და ძალიან უვიცი ხალხია ეთყობა იქ. დაავიწყდათ პირდაპირ გაგებით, რომ იმისათვის, რომ სკოლამ გადაუხადოს ხელფასი მანდატური უნდა იყოს სკოლის შტატში და მანდატურს უნდა კონდეს, სკოლას უნდა კონდეს ბიუჯეტი ამისთვის. ეს ყველაფერი დაავიწყდათ. გაახსენდათ, რომ ახლა იანვარში სკოლამ უნდა გადაუხადოს ფული დანარჩენ მანდატურებს, უკვე უაზროდ რეალურად ეს ამ სამსახურს მართლა აზრი ამ რეფორმით არ გააჩნია, იმიტომ რომ ხდებიან დირექტორების დარაჯები. ესენი თავის ფუნქციებს ვერ შეასრულებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა 600 კაცი, 600 ოჯახი იღებდა ხელფასს ამით. ძალიან მნიშვნელოვანია მიუხედავად რომ 1000-ობით ლარს არ იღებდნენ, მაგრამ ის ხელფასიც მნიშვნელოვანი იყო ძალიან ამ ხალხისთვის ის 400 ლარი ხელზე რასაც იღებდნენ. განათლების სამინისტროს დაავიწყდა პარლამენტში კანონების მიღება ამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ესეთ მენეჯმენტთან გვაქვს საქმე. ეხლა არის ცდელობა განათლების სამინისტრომ პარლამენტს დააბრალონ, პარლამენტი არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ პარლამენტში უნდა შესულიყო ყველა საკანონმდებლო ინიციატივა იმისათვის რომ ეს გაკეთებულიყო. მოკლედ რაც მოხდა, გაუქმდა მანდატურების ცალკე ინსტიტუცია, ესენი გადავიდნენ დაქვემდებარებაში სკოლის დირექტორების, მაგრამ დაავიწყდა განათლების სამინისტროს, რომ იმისთვის რომ სკოლამ გადაუხადოს ხელფასი უნდა მისცეს შტატი, დაუშვა და ეს არის პირდაპირ მინისტრის პრეროგატივა განათლების და უნდა ბიუჯეტში მისცე ფული სკოლას. რომ სადღაციდან უნდა გადაუხადოს ეს ფული, მასწავლებელს ხო არ წაართმევს. ეს არის ის რეალობა, რაც გვაქვს ახლა მანდატურების სამსახურთან დაკავშირებით. მე და ბოლოს მე მინდა დავამთავრო. აი ამ თამაშმა სამწუხაროდ, მე სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ, ეს არის მავნებლური თამაში, წარმატებულ რეფორმასთან დაკავშირებით. იმის გამო რომ ეთყობა არ მოსწონდათ რომ და კარგი გაკეთდა. მივიღეთ რა, სკოლებში დაბრუნდა აფშაკის შეგროვება, მაპატიეთ კლავ ჟარგონისთვის. სკოლებში დაბრუნდა ძალადობა, სკოლებში დაბრუნდა კორუფცია და ეხლა გამოცდები, რომელიც ჩატარდა საატესტატო ეგრეთ წოდებული გამოცდების პირველი ეტაპი და ის რასაც აკეთებენ ეხლა სკოლებში რომ მე-11-მე-12 კლასი არ დადის და ამისთვის იხდიან 800 ლარს მშობლები და მასწავლებლები ითხოვენ 800 ლარს რომ თქვენი შვილი წლის განმავლობაში არ იაროს სკოლაში, უნიკალური ქვეყანა გავხდით. ესე იგი მშობლები იხდიან იმაში რომ შვილმა სკოლაში არ იაროს და განათლება არ მიიღოს. იმისთვის რომ ფული გროვდება სკოლებში ეხლა იმაზე მაპატეთ გათბობაზე, დამლაგებელზე, ფარდებზე ეს ძალიან საინტერესო არის, რომ ფარდები ძალიან მნიშვნელოვანი არის. ფარდებზე მშობლები აგროვებენ ფულს და აძლევენ. ეს ყველაფერი დაბრუნდა. ეს ყველაფერი დაბრუნდა და ამის აპოფეოზი არის, როდესაც სკოლის დირექტორი გამოდის და ლაპარაკობს, რომ თურმე რა საზღარი იყო მანდატური, რომელმაც პატრული გამოიძახა, როდესაც მოხდა დაჭრა მანდატურის სკოლაში და რა მოხდაო დირექტორი, თქვენ ხო ეს თბილისში ხო ცხოვრობთ, ტელევიზორს ხო უყურებთ. დირექტორი გამოდის და ესეთი რაღაც საოცარი სახით ლაპარაკობს, რა მოხდა ბავშვებმა იხუმრესო. ერთმა მეორეს სამჯერ დანა და ართხა ხუმრობაო. რა არის მანდატური პანიკერი ვინ ყოფილაო, რატო ატეხა ამ პანიკა რა? სამჯერ დაჭრეს, მეტი კი არა. მეორეში თავი გაუტეხეს ბავშვს, დირექტორი გამოდის, რაღაც ისეთი დიდი თვალები და ლაპარაკობს იმაზე, რა მოხდაო სკოლის შენობაში კი არ ჩაარტყესო, აი სკოლიდან 2 მეტრით იქით გაიყვანესო და იქ აგური ჩაარტყესო. ეს ხო ჩემ ბრალი არ არის. აი ეს მივიღეთ, აი ამ თამაში და მავნებლობით. სტატისტიკა იდო და მე ყოველთვის ამაზე ვსაუბრობდი. პირველი რაც იყო, ჩატარდა კვლევა 2012 წელს, რომელმაც აჩვენა, რომ თუ 2012-მდე 8% მშობლების ენდობოდა სკოლის უსაფრთხოებას, ეხლა ენდობოდა 78. ორჯერ, სამჯერ შემცირდა ძალადობის ფაქტები. თითქმის საერთოდ იყო მოგვარებული ესეთი
ესე ვთქვათ, არა გლობალური, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც სიგარეტის მოწევა სკოლაში, დაგვიანება სკოლაში, გაცდენა სკოლაში. შემცირდა სამჯერ ძალადობა მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებზე. შეწყდა ფაქტები მოსწავლეების გამოყენების მასწავლებლების კერძო საქმიანობისთვის, რაც გულისხმობ მე. იყო ძალიან ხშირი შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი, მაგალითად, მანდატურები როგორც შევიდნენ სკოლებში, ამოიფხვრა პრობლემა, როდესაც მაგალითს გეტყვით, ერთ-ერთი ესეთი იყო ასობით პირველ ეტაპზე, როდესაც მასწავლებელი აგზავნიდა მე-10 კლასელებს ბაზარში გვირგვინის საყიდლად, იმიტომ რომ 10 წლის თავი იყო დედის მასწავლებლის და სასაფლაოზე აგზავნიდა ბავშვებს, რომ თვითონ ვერ მიდიოდა და თავისი მოსწავლეები გააგზავნა, რომ გვირგვინი მიეტანათ სკოლაში. აი ესეთი პრობლემები იყო აღმოყრილი. ამოყრილი იყო ფულის შეგროვება ფარდებზე, უმნიშვნელოვანეს თემა, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ყოველთვიურად რატომღაც მშობლებს თხოვენ ორ-ორ ლარს ფარდების საყიდლად, სკოლას აქვს ბიუჯეტი, სკოლას აქვს ფული, სკოლას გათხოვების ფულიც აქვს, დამლაგებლის ფულიც აქვს. ეს ყველაფერი იყო მოგვარებული. ეხლა ეს ყველაფერი დაბრუნდა. მანდატურების კიდე ერთხელ ვიტყვი, ერთი ფუნქცია ქონდათ მანდატურის ყველაზე მნიშვნელოვანი. დარღვევას რო ხედავდნენ, ქონდათ უფლება, რომ მიემართათ განათლების სამინისტროსთვის, რომ ესეთი დარღვევები ხდება. დირექტორი იცოდა, რომ განათლების სამინისტროს ეცოდინება ამ დარღვევებზე და იღებდა ზომებს. მანდატური თვითონ არავის არ ჯდა. მაგრამ დირექტორი იცოდა, რომ ვერაფერს ვერ დამალავს. ვერაფერს ვერ დამალავს და გაიგებს სამინისტრო და მოითხოვს პასუხს. მოსთხოვს მაგ პასუხს. და ამითი ჩვენ ეს პრობლემები მოვაგვარებთ. ბატონო, იყო შემთხვევები, როდესაც მანდატური თვითონ დირექტორის სუბკონტრაქტებზე ასე იყო, რაღაცა ინფორმაციებს აწვდიდა ხოლმე სამინისტროს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მანდატური დანიშნულა დირექტორად. კი, ესეთი შემთხვევებიც იყო. კი. ბექგრაუნდი აქვს დირექტორებისთვის რამდენად მისაღები. კი, ერთ-ერთი დირექტორი იყო განთავისუფლებული ჩემს მიერ, ეხლა იყო აღდგენილი სამსახურში. იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკურად თურმე განთავისუფლებული, რომელიც მოიხმარდა ნარკოტიკებს თავის კაბინეტში და მანდატურმა ეს გაიგო. კი, იყო ეგეთ შემთხვევები. იყო შემთხვევები, როდესაც დირექტორი იყო განთავისუფლებული, იმიტომ რომ სარდაფში ქონდა თევზის ცეხი გახსნილი. დენს იხდიდა სახელმწიფო და გასს. და მაგის მეგობარს ქონდა იქ გახსნილი თევზის ცეხი. იყო შემთხვევა, როდესაც მე გავანთავისუფლე დირექტორი იმის გამო, რომ ვენეროლოგიური კაბინეტი ქონდა გახსნილი სკოლაში. კი, იყო. ესეთი ფაქტები იყო ვაღიარებ. არა, მე გეკითხები რა, ანუ მანდატურს ქონდა იმის უფლება, რომ დირექტორზეც მოეძიება. მანდატურს ქონდა უფლება. როდესაც დირექტორს ექვემდებარება, დირექტორზე რაღა მასალას შეაგროვა, არა. მანდატური არაფერ მასალას არ აგროვებდა. მანდატური, ისე იგი სკოლა იმართება სამეურნეო საბჭოს მიერ. სამეურნეო საბჭო ირჩევს დირექტორს და ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, სკოლის კონსტიტუციას. მანდატურს ამ კონსტიტუციას აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ შენ, როგორც მანდატური, ეს კონსტიტუცია უნდა დაიცვა. როგორც ჩვეულებრივად პოლიციელი, პროკურორი არ აქვს მნიშვნელობა სამართალდამცავი, როგორ მუშაობს ჩვენ ქვეყანაში, ის იცავს კანონს, ხო? თუ ხედავს, რომ მინისტრი არ ღვევს კანონს, პროკურატურა ამაზე რეაგირებას ახდენს. თუ მინისტრი არ ღვევს გზის უსაფრთხოების წესებს, პატრული აჩერებს და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ის მუშაობს კანონით. მანდატურს ქონდა შინაგანაწესი, სკოლის კონსტიტუცია, რომელიც იყო დამტკიცებული დირექტორის მიერ, სამეურნეო საბჭოს მიერ, ის თუ ხედავდა, რომ ვინმე არ ღვევს, არ აქვს მნიშვნელობა მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე თუ დირექტორი თუ ბუღალტერი, არ აქვს მნიშვნელობას. ის აკეთებდა ამაზე რეაგირებას, იმიტომ რომ ეს იყო მისი ფუნქცია. ჩვენ ხო არ უხდით ადამიანს იმისთვის, რომ ვიღაცა კონკრეტულად ვიღაცაზე რამე დაწეროს. მადლობა. მე პროგნოზებს არ ვაკეთებ, მე ჩემი პროფესია არ არის პროგნოზების გაკეთება. დრო გვაჩვენებს თუ რა ნიშას დაიკავებს ეს ორგანიზაცია, ის რომ სამოქალაქო სექტორს ჭირდება დახმარება და ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი არის, ეს არის ბუნებრივი. თავარი არის თუ რას გააკეთებენ ახალი ორგანიზაცია. მარტო ამაზე არის დამოკიდებული. ყველაფერი საქმით იქნება გარჩეული ვინ რას აკეთებს. არ